კატარისა და თურქეთის შუამავლობით მიღწეული ზავი დაუყოვნებლივ შევიდა ძალაში და მიზნად ისახავს ავღანეთსა და პაკისტანს შორის საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას. ეს ფაქტი თავად ავღანეთის თავდაცვის მინისტრმაც დაადასტურა. საბოლოოდ ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ ორივე ქვეყანა პატივს სცემს ერთმანეთს და ეწინააღმდეგება მტრულ ქმედებებს. არც ერთ ჯგუფს არ ექნება უფლება ზიანი მიაყენოს ქვეყნის უსაფრთხოებას. თუ რომელიმე ქვეყანაზე თავდასხმა დაიწყება, მეორე ქვეყანა არ დაუჭერს მხარს მოწინააღმდეგე ჯგუფს. ფიქრობ, მოლაპარაკებები წარმატებული იყო. გამოცხადა სრული ცეცხლის შეწყვეტა. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ არ გვინდა ომი არც ერთ ქვეყანასთან. არ გვინდა ეს, მაგრამ თუ ვინმე არ შეასრულებს თავის დაპირებას და დაარღვევს პირობებს, მაშინ ჩვენ არ შეგვიძლია ჩუმად ყოფნა და მკაცრად ვუპასუხებთ აგრესორებს. პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა ხავაჯა ასიფმა შეთანხმების შესახებ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. ორივე ქვეყნის მაღალჩინოსნებმა მადლობა გადაუხადეს კატარსა და თურქეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ხელშეწყობაში მათი როლისთვის. პაკისტანსა და ავღანეთს შორის არსებული საკვანძო სასაზღვრო გამშვები პუნქტი ავღანელი მიგრანტებისთვის დროებით გაიხსნა, რათა მათ თავიანთ სახლებში დაბრუნება შეძლონ. ამ შეტაკებებმა ბოლო დღეებში ათობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ომის გამო ბოლო 3 დღეა აქ ვართ ჩარჩენილი. ახლა კი კატარში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ ავღანეთისა და პაკისტანის მთავრობებით. ამ სამშვიდობო შეთანხმებით ლტოვილები იტანჯებოდნენ, მაგრამ ახლა ბედნიერები ვართ და ჩვენს ქვეყანაში უბრუნდებით. მე ბიზნესმენი ვარ და საზღვრის გადაღმა ბიზნესით ვარ დაკავებული. ამ ომის გამო რთულ პერიოდს გავდივართ. ხალხი ძალიან შეშინებული და საკუთარი უსაფრთხოების გამო შეშფოთებული იყო. ახლა ორივე მთავრობას ვთხოვ, რაც შეიძლება მალე გახსნან სასაზღვრო კარიბჭე ვაჭრობისთვის. ამ შეტაკებებმა მოსახლეობა აიძულა დაეტოვებინათ სახლები. ასევე ათასობით ადამიანი და მანქანა ერთი კვირის განმავლობაში სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში იყო ჩარჩენილი. მეზობელ ქვეყნებს შორის შეტაკებები 11 ოქტომბერს გამწვავდა. თითოეული ქვეყანა აცხადებს, რომ ისინი მეორის აგრესიას პასუხობდნენ და თავს იცავდნენ. პაკისტანსა და ავღანეთს 2600 კილომეტრიანი სიგრძის სახმელეთო საზღვარი აკავშირებს.